დორტმუნდში და სულ მალე საქართველოს ნაკრები აქ გამართავს თავის სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის ჩემი ტარიელ ბაბუს, ქართველი კომაგების და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ისტორია. ბევრი წარმატება, ასევე მარცხიც, მაგრამ ერთი იდეით. ჩვენ გვჯერა, თუ კი ერთად ვიქნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. მინდა გადავუხადო სპორტულ პლატფორმას, რომელმაც გამომიშვა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც დავეწყდებით საქართველოს ნაკრების სამივე ჯგუფურ მატჩს. ესეც დორტმუნდი, სადაც აგერ მშვენივრად წერია კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დორტმუნდი წყნარი პატარა ქალაქია, რომელიც არ გამორჩევა ტურისტების სიმრავლით. აქ ბევრიც არაფერია სანახავი, მაგრამ აქ ფეხბურთის უდიდესი კულტურაა. აბარა, გაიხარე. ფეხბურთით ცხოვრობენ და გულშემატკივრობენ თავის ქალაქის გუნდს დორტმუნდის ბორუსიას. გუნდმა, რომელმაც გაზარდა ალანი, ბელინგემი და წელს ჩემპიონატთა ლიგის ფინალში გავიდნენ. თუმცა ამ ქალაქს დღეს სულ სხვა ორი გუნდის კომაგები აზანზარებენ. როგორ განწყობაზე ხართ? ვიქებ. აბა. ნაშობი სიმონ. გამოჩინე ვიდეო. აი ასე. Hello. How are you feeling? Good. One for Turkey. Oh, let's see. რა თქმა უნდა, გერმანია და ფეხბურთი ლუდის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ მოდი მოვძებნოთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლუდი გერმანიაში, რომელიც სათავეს იღებს აი ამ ქალაქიდან დორტმუნდიდან. Das Film in Laden ist verboten. Okay. გადაღება არ შეიძლება აქ. ოპა. კრონერ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლუდი გერმანიაში. Okay. Thank you. It's okay. აი, ხა რაღაცნაირად უნდა გავხსნა ეს ლუდი. Hi, დორტმუნდში. კრონერ. Hello. Thanks. ესეც საქართველოს დორტმუნდის შარფი, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, აქეთ დაეწერება უფრო მეტი ციფრი და ჩამოიკიდება სამახსოვრო ჩემს კუთხეში. ამასობაში კი ჭამის დროც მოვიდა. დორტმუნდის სავსეა თურქები და მათი სწრაფი კვების ობიექტებით. თუმცა მე აქ კონკრეტულად ერთ კერძს ვეძებ. Hello. Do you have kebab pizza? Yes. რატომღაც მინდა ჰალანდის საყვარელი კერძის გასაგები. I really like kebab. I have to say that kebab pizza. If I cheat, I eat kebab, you know. Kebab pizza is my favorite. I love a kebab or kebab pizza. უკვე გემრიელად გამოიყურება. მამას უყურე ამ ხელა რაღაცა. Yeah. Kebab pizza. ნახეთ. საერთოდ არ აჯანსახია, მაგრამ არის უგემრიელეს. მოკლედ დორტმუნდის სავსეა თურქებით, მილიონობით თურქი არის ჩამოსული აქ სამუშაოდ. რაოდენობაში დაგვჩაგრავენ, მაგრამ ეს ჩვენ დიდ გოლი გვაქვს საბრძოლველი. Joes! თუ Google-ში ჩავწერთ დორტმუნდის ტურისტულ ადგილებს, აქ აღმოაჩენთ იმ სტადიონს, სადაც სულ მალე საქართველოს ნაკრები ითამაშებს და West Parks, სადაც კომაგები და ქართველი ხალხი ვიკრიბებით, რათა გავმართოთ მარში სტადიონამდე. კომაგებთან ერთად ნაკრების გულშემატკივრობა დაახლოებით 1 წლის წინ ბათუმის აჭარაბეთ არენაზე დავიწყდა. ამ დღეს ერთი განსაკუთრებული გმირი ჰყავდა. ბაბუ. ჰეი, ბაბუ. წავდით? საქართველოს ნორვეგიის მატჩის ბილეთია ბათუმში, წავუხვალ? სადა? ბათუმში. გამოვალ მარასუდა. გაგიხადა? თუ გეზარება ვერ გავიგე. რატომ ეზარება, ბაბუ, რატომ მარაგო მე და სხვა დროს კი მოხდები იქა. ეს თავგადასავალი ნაკრების წარმატება და მთლიანი ეს ვიდეო, ბაბუ, შენ გეძღვნება. გვირაბები მახსოვს, ბაბუ, მე გვირაბები. ბათუმი 30. მართლა კაი ამილია ეს რა. აი ეს შევდივართ ბათუმში. აუ, ზღვა. ბაბუ, რამდენი ხანია ზღვა არ გინახავს? ბაბუ.
აი ბაბუ სტადიონი. აგენა. სოფიოში ერთ-ერთი ლამაზი სტადიონი ჩათვალეს ეს. ბაბუს უკვე ბოლო წლებია უჭირს აქტიურად გადაადგილება. თუმცა ბათუმის მონატრებამ და ნაკრების ახალმა შემართებამ მისცა ძალა, რომ ეს თავგადასავალი ჩვენთან ერთად გაეზიარებინა. ბაბუ, უნდა გამოგპრანჭო ეხა. ისიც მე გამოპრანჭო. რა ისიც გინდა ნაკრების ფორმით უნდა წავიდეთ, ისი არ გამოვა, გენაცვალე. თან კლუბთან ერთად მივდივართ, ცოტა სერიოზულად უნდა გამოვიყურებოდეთ. არასწორად იცმევ. უგულმა. რა გაფრთხილე? შენ წინ გინდა და კვარაცხელი რო გწერებოდა გულზე? ეთაკ? აი გამოპრანჭო, წაწოწებელი გამოპრანჭო. აჰა, სათხარ გულშემატკივრობისთვის. გაარკვიე, კი, მომცეს. ხო? აი, კომაგებს მინდა გადაუხადო, მადლობა, რომ მომეცა საშუალება წამოვიდე ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად თამაშზე და უგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. სამშობლო. მოდი, ბაბუ, ფოტოები გადავიღეთ, გენაცვალე. უკვე გადამივო, ერთმა ახალ გადავიღე. აი, ჭე. კი, კაცო. ო, მათ ჩამდა საქართველოს ნაკრების ავტობუსი ველოდებით კომაგებთან ერთად, თუმცა მანამდე ბაბუს ერთი დიდი შეკითხვისთვის უნდა გამეცა პასუხი. მომავალი რა, ბაბუს, შენ აი იმას რა, ბოლოს მომავალში რა იქნება? ვინ იქნება? ხანდაშორის სულ მეკითხება ხოლმე ბაბუ, რომ აი ვიდეოებს რო აკეთებ და პროგრამირებას თავი განებე, საბოლოოდ რა უნდა გამოხვიდე და ეს ბაბუ რა გამოვიდა? არა, ასორი. ერთი ის ვიცი რომ ამაზე ამომწურავი პასუხი ნამდვილად არ მოქვს. არც ის ვიცი რამდენი ხანი გავაგზავნებ ვიდეო ვიდეოებს კეთებას და ეს ყველაფერი სანამდე მიმიყვანს. თუმცა ერთ რაღაცას ნამდვილად ვხედავ და გრძნობ. ბაბუ, აი რომ ეკითხები რა ასაკეთებ, აი ბავშვებს უყვარვა. რამდენი ხალხი გიწევ ბაბუ? ეგ არის ბაბუ, ხარს უყვარვა არის და ეს უყვარვა მე არა მარტო ჩემთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და კაი საქმეებისთვის უნდა გამოვიყენოთ ერთად, მე და ხალხმა. მიზანი ბოლოს არის. მიზანი არის კაი საქმეების კეთება. უბრალოდ კაი საქმეების კეთება. საიდან მოვა მანქანა? იქიდან. ტესტ. ახლა ნორვეგიამ ჩამოიარა. ხო? ბაბუ ჩემს ადარი დარჩა. ავიმართო გაუწილებდა. ამახა ბაბუი პოთე. ბაბუ ჩემი კი თურმე გამოიჭირეს და გაატელევიზორეს. შვილება მომიყვანეთ. შვილი აგერ მე ვგახლავართ გენაცვალე. რომ ბაბუა დაანახო საქართველოს სიყვარულს ფეხბურთზე. კავშირი გეტყვი რა წინა თამაშ მონღოლებთან გულშემატკივრდით ერთად და ერთი ჩაილაპარაკა რომ ნეტა თამაშზე წავიდეო და მოვკიდე ხე და წამოვიდით და აგერ გულშემატკივრდით დღეს საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას. ბაბუა ჩუდო. დავაი. ხშირად გავიწყდება რამდენად ცოტა ყურადღება, ცოტა სითბო ყოფნით ჩვენს ბებია ბაბუებს. რამდენად ცოტა რამე შეუძლია მათი მთლიანი დღის და შეიძლება ცხოვრების განწყობის შეცვლა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან გასაზიარებად ყველაზე ცოტა დრო აქვთ დარჩენილი და სამწუხაროდ მე და ბაბუამ ეს დრო უკვე ამოვწურეთ, რადგან რამდენიმე თვის წინ ტარია ბაბუამ დაგვტოვა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე ამაყი და ბედნიერი იქნებოდა დღევანდელი დღით. იმაზე გაცილებით უფრო ბედნიერი ვიდრე ეს საუკეთესო წუთები ბათუმში გატარებული მისთვის. ბაბუ, ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენ ვართ ევროპის ჩემპიონატზე. იმედი მაქვს, შენ ამას ხედავ, გრძნობ და გულშემატკივრობ ჩვენს ნაკრებს. გულშემატკივრობთ ისევ ერთად. იპოვეთ გუგა 10 წამში და ბედნიერება გეწევათ. გამაგიდე, შვილი ბაბა უმე. აკავა ბაბუა. ვიდი.
ერთადერთი რაც ამ შესანიშნავ დღეს აკლია არის ნაკრების კარგი თამაში და გამარჯვება. ჯერ კიდევ მამარდას შესანიშნავი მოგერიების აღნიშვნა არ ქონდა დასრულებული, როდესაც მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და ჩვენი დღე შექმნა. მე მგონი არა, შენ დადია. ელევაცკავი გახტიო. მაშ. კვადროს გამოვალ, ბიჭო. კიდე იქნება შეძიბრები და ალბათ წამომიყვანებენ, ახლა წესიერად მოვიქეთ. ამის შემდეგ უკვე ბაბუს გარეშე გავაგრძელეთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებების აღნიშვნა. ჯერ ლუქსემბურგთან და შემდეგ უკვე საბერძნეთთან ფინალში. აღმოჩნდით მე და 10,000-ობით ქართველი გერმანიაში, სადაც შევიკრიბეთ და აქედან უნდა გავუგეთ უკვე გზას მარშით დორტმუნდის სტადიონზე, სადაც შევხვდებით თურქეთს და გავმართავთ ჩვენ სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატში. Marcos! YouTube-ზე გიყურებდა. ცოტა უფრო რატო არ აქტიურობ? ცოტა უფრო აქტიურო და არის საჭკაო. ჩვენ ძმებო ვაბჟე მაგარი ჩამოვთ. ოთხი 500 კილომეტრი გავიანეთ ის. სამდე დღეში. სამ დღეში. ოჩაღი ხარ. მიდი მოაწყვე. გაგაზე ხარ. ნი გვარი უნდა დავიმახსო. ჯომანია? აბარა. არ უნდა გაიღებო. აღიმე მუზორ დამახატო მაინც უიღიმი რა. მართლაც სანახავია საქართველოსგან შორს გერმანიაში ერთ-ერთ პატარა ქალაქში დორტმუნდში ამდენი ერთ მუჭა ჩეკრული და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ქართველის ნახვა. მაშინ თქვი რამდენს ვიგებთ, აბა? 3-1. დაო? 3-0. 3-0? აჰა, ერთი გოლის აღარ გაატანია. მამარდას პომო მარტო შენ გაწვია შენ ზმობას ვიცავ რა. It's forbidden. You must take it down. It's not allowed over people. As a championship,
In all the cities, you are not allowed to fly any drones. ანუ როგორ გაწვიმდა? ოპა! ჩემთვის ნომერ პირველი კომაგი კაცი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ კარგად რამ ხელა მიღწევა უკვე რომ 10,000-ობით ქართველი აგვდგავართ. ეხლა ბაბუა აღარ ყავს ველში, მაგრამ ეს თამაში და ეს გამარჯვება შენ გეწურება ბაბუ. სამით ერთი დავმარცხდით, არა უშავს ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი